ძალიან პატარა ვიყავი ხო და ჩემს რა 8 წლისას და 10 წლისას ტაქსი ეგრე ვერ გიყარება არც ვიცოდი. Oh shit. წყალი წავიდა. ჩუკი წავიდა. მოკლედ ჩუკი გაგვეთიშა დიდი ხანი. დავკარგეთ ყველა აუდიო ფაილი რაც აქამდე ჩავწერეთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ კამერებიდან ამოვიღებთ. ჩემი თეორიაა რომ ქალები ამ ოთახში არა. ჩვენ არ გვითქვამს ეგ. ჩემი თეორია თქვენ არ გაბრალ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სპონსორი არის ფანე მაისური. არც ისე მწვანე ვარ მე ისე რომ იცოდე მწვანე აი დავთანი ვარ. ძალიან გიხდება ის ხოლმე. ჩვენ დავიწყეთ უკვე? ხო, დაწყებული. არ ვიცი. შენ რომ შემოხვედი ეზოში იმის მე დაწყებ. მართლა. იმედია. მე მაინტერესებს, მაგ კითხვა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო ეს? აი ეს პოდკასტი? აი ძენათ არაფრისგან რომ აი აგერ ორმავაშ ბატონო გუგლდანიკამ ითავეს თავიდან მიროსთან ერთად დააწყეს საკავრობა, მიროც იყო ჩვენთან ერთად შენგებია. მე მიროს აღმოაჩნდა რომ თურმე ის სამსახური რომელიც დაგაგული ეგონა ისე ის ხო მე მეც მომწერა მირო მეკოდოში რომ ვიყავ სიგიჟე. დავშიტეზე უმამოთ რა რეალურად და ხო მაგრამ მირო გარი მამა. სულ არის ხოლმე მირო საერთოდ თელის ხო ეს მამა ესე მაგრამ ხო საერთოდ არ ვაკეთებ მუსიკალურ პოდკასტს, რომ პროსტა პოდკასტს ვაკეთებ და პირველი გადაცემა რომ დავდეთ ხალხმა კომენტარებში რომ ძლივს მუსიკალური პოდკასტი და ხო ზა ძალიან საინტერესოა, სანამ სკოლამდე მივართ, შენ საიდან წამოხვედი საერთოდ? საიდან მუსიკაში? ბიჭო, მე მუსიკას და ერთად არასდროს არ ყოფილა, რომ სადღაც ჩემთვის მუსიკა დაიწყო, იმიტომ რომ მე ხო არა, უბრალოდ სწორედ გულისხმობ, აი ესე ტუსოვკაში საიდან წამოხვედი, ან კონსერვატორია დამთავრდა და მე რა ხდება? არა, ეგრე არ იყო. სკოლაში ვსწავლობდი. მოკლედ საერთოდ სულ ბებიაჩემი იყო პიანისტი და ყავდა სულ მოსწავლეები დიდ სახლში გავიზარეს დიდი როიალი იყო რომელიც იყო სულ გამოყენებაში როგორც 12-დან 10 საათამდე მოდიოდა სხვადასხვა სტუდენტი და მთელი ცხოვრება დაბადებიდან აი მთელი კლასიკური რეპერტუარი არის აი სულ ყურში რო გაქვს რა და სულ იყო მუსიკა და სულ ვიცოდი დაბადებიდან არადროს რაღაცა ოფციები რაღაცები ჩემს ყოველ არ ყოფილა, იმიტომ რომ აი იყო ბებიაჩემი ძალიან ისეთი ის იყო რა, პატარა ცოტა დესპოტი კალბატონი იყო და ჩემისგან გავლილი. სულ ვიცოდი რომ კონსერვატორიაში არაფერი ისეთი რაღაც არ ყოფილა, არ ჩემთვის არ სპორტი არ შეიძლება, არაფერი არ შეიძლება რა, უნდა ყოფილიყო ჩამებარებინა. კონსერვატორიაში ყოფილიყავი პიანისტი და იმ მთელი ატენის ქუჩა ნაუსართანია ისე უკრავს და ხო ცოტა ჯოკი რო ხარ რა, ყველა რო თამაშობს და რაღაცა. ხო და ჩემი კლასელი იყო თეონა კონტრიძე რა და რაღაც მესამე-მეოთხე კლასში ვიყავით რომ ის აძრობდა მუსიკას რა რაღაცა სხვა მუსიკა ხა მაგამდე მესამე-მეოთხე კლასამდე არ ყოფილა არანაირი მუსიკა ჩემთვის გარდა კლასიკური მუსიკისა რა და იქიდან უკვე ცოტა აი რაღაცა ეს ვინდენ ფაია და აი რაღაცა ესეთ იმებში და ბიჭო რა კარგია რაღაცა სხვა რაღაცებიც არსებობს და აი უფრო მე აი მესამე-მეოთხე კლასიდან დავიწყე უკვე რაღაცა სხვა მუსიკის მოსმენა მე გეგა გაიჩნდა ფალანდიშვილი ალბათ მე-7 კლასში რო ვარ იქ რაღაც საუნდგარდენი მომას უკვე რაღაცები და ასელები ყავით თქვენ არა გეგა უფროსია ბევრად ჩემზე საკმაოდ ჩემზე უბრალოდ არც ვიცი უნივერსიტეტის ეზოდან ვიცნობდი იქვე ცხოვრობდი რა არც მახსოვს აინა ხო და ის არის რა ქვია და მე დავიწყე უკვე მოკეთ მე უკვე მივხვდი რომ რაღაცა აი ყველა სხვანაი კიდევ კარგი რომ რამდენია მუსიკა რაღაცა და დაიწყო უკვე აი მოგზაურობა სხვადასხვა ჟანრებში რა და მე წავედი ლონდონში პირველად გონი 93 წელს რა და იქიდან უკვე დაიწყო უკვე კიდე სხვა ფაზა რა მუსიკალური მიხედვით იქაც მე კონსერვატორიაში ვსწავლობდი და უკრავდი და მე სადღაც 2000 არ ვიცი მოკეთ 23 წლამდე უკრავდი ისე სწავლა მოგიწია კონსერვატორიაში კონკურსებზე გავდიოდი ესა და
მაგრამ თან ძალიან ბევრ სხვა მუსიკას უსმენდი და უკვე იქ როგორ იყო იცი ბიორკის კონცერტი პირველი კონცერტი რაზეც წავედი იყო დებიუტი იმისი რა ბიორკის ანუ დებიუტი რო გამოდიოდა ეგ მაგ დებიუტი Wembley Arena-ზე მაგის მერე აღარასდროს არ ყოფილიყო პირველი პატარა ხერბაია და ნუ ბიორკის კონცერტი და რაღაცა ჟურნალში რო წაიკითხა და რო წახვალ ეგრე რა ხო და ნუ ბიორკი უკვე ძალიან მიყვარს რა და ნუ აი გადარეული ვარ ბიორკის კონცერტზე მივდივარ და ვორმაპია და Goldie is a timeless ანუ timeless ანუ Goldie's timeless ანუ ყველაფერი მაშინ იწყებოდა რა Goldie იყო ორმაპზე ვორმაპი იყო მაშინ girlfriend boyfriend-იც იყვნენ და აი ეს ქალბატონი ეს ჭაღი იმითი აი ეს ამხელა ხმით და აი მართლა გეუბნებით ხალხო რომ აი ეგეთი ტრანსფორმაცია ჩემს ცხოვრებაში საერთოდ რა იყო ვერ ვიგებდი საერთოდ ვერც ჟანრს ვერაფერს ვერ მივხვდი იყო უბრალოდ რა მიწა რო გისკდება და ფიზიკური სიამოვნებას რო გძნობ რაღაც არანორმალური Inner City Life ეგ იყო Timeless ეგ არის მაგ პირველი ალბომია რა ეგ არის სადაც ლეგენდა იწყება რა ამ ჯამბესის და მოკლედ აი როგორ გამოვიდა უკვე ბიორკი და როგორ იყო აღარც მახსოვს ის შტაბეშტილების ქვეშ ვიყავი რა და ნუ მაკედან უკვე დაიწყო კიდე სუსუ სხვა ფაზა და ნუ აი ყოველ დღე ყოველ ღამე აი როგორ ვახერხებდი არ ვიცი რა ეხლა ძალიან ენერგიული ვარ და ეხლა ყველაფერს ვახერხებ თითქოს და მართლა არა მაქვს არანაირი რაღაც ასაკობრივი რაღაცები მაგრამ აი 8 საათი რო დილის 8 საათი და მართლა უკრავდა მართლა ფორტესი ეგ აი ცოტა არარეალური გონია. ჩემ შემთხვევაში იცი რა მე ვიცი ეგეთი ისანი რომ აი რაღაცა ბუნებრივი მოცემულობა აქვს არ მეცადინეობ და რაღაც გამიგია ლეგენდებად, მაგრამ სინამდვილეში აი ეს პროფესია მაგიტომაც გავანებეთ თავი რა აი მართლა კატალოგულია რა აი მართლა თელი დღე ზიხარ და უკრავ რა ნუ რაღაცა მომენტში შეიძლება მეხვიდე რომ აი 4 საათი გეყოს, მაგრამ 4 საათი არ წერ შეიძლება გააჩნია ან ნუ რავი მუშაობენ ადამიანები 4 საათი, 6 საათი, 8 საათი. მე რა დავბრუნდი საქართველოს, ნუ მუსიკას ვყიდულობდი როგორ იცი? აი, თელ დღეს ვატარებდი იმაში რეკორდ შოპებში და რაღაცა და აი ხა თუ დავბრუნდი დროში უკან და აი ჩემოდნებით ჩამომქა და რა იყო იცი 90-იანებში ხა საქართველოში ადამიანი იყავი და აი ლამის ის იყავი რავი რა მუსიკას თუ ჩაქონდა რაღაცას რო არ მქონდა. ანუ ეგ იყო ყველაფერი. წარმოიდგინე რა არაფერი არ გაგიგია არასდროს და მე ჩამომაქ CD თუ კასეტა რაღაცა და გასმენინე პროსტა ანუ და შეხდები დედოფალი. შეხდები დედოფალი. შემხდა აი ეს Goldie Inner City Light single live ხო live და სინგლი იყო Jamiroquai's Deeper Underground. ჩემი ორი სიყვარული. მაგარი რა იყო რომ საერთოდ Jamiroquai გავიგე ილიკოსგან, სუხიშვილისგან და ინგლისში იყო წასული და რო ჩამოვიდა გააძრო traveling without moving ჩამომიტანა და ეთყობა შემოყოლე არა მე მომაყოლე მე როგორ გავიგე რა იმიტომ ეს არის ფენომენალური ისტორია ერთ-ერთი აი სუპი რომელი წელია ის რა ქვია ეს თეთრი ვაიმე ძალიან ცუდად თორე სუპირველი ალბომი traveling without moving Emergency on Planet არა ის შედის ეგ შედის ალბომში ხო მაგრამ თვითონ ალბომი ეგრე ქვია ხო შეიძლება და მაშინ აი კინკილა ძალიან ცოტა ადამიანები დადიოდნენ ხა აქეთ იქით ეს რაღაცა და ნუ თურქეთით ვარ და ვარ მარტო თან და პატარა ვარ რა და რომელიც 13-14 წელია ნუ ძალიან შაბნელი დროა და ბრუნდები სტამბოლში ვზივარ და ველოდები რომ გადმევ თბილისის იმაზე თვითმფრინავზე გადმოვშ და თქვენ არ ვიცი ამ გახსოვთ ესეთი პიროვნება შავი რომელიც აღარ არის ხო მეგობრებო დება შავი ნუ შავი ჩემს სკოლაზე მე-15 სკოლაში გადავიღეს და ნუ ყველამ ვიცოდით რა შავი ხო მე პატარა ვიყავი ძალიან მაგრამ ნუ შავი ვიცოდ რომ დავინახო ლეგენდა ხო და ხედავს რაღაცა დაუშნიკებ თელის იქ რო ზივარ მარტო ზივარ, ნუ ბევრი ქართველი არ იყო ის ეს პატარა გოგო რაღაცა ბაია, რაღაცა ისამაკ ტეიპ ისა ვუსმენ და რაღაც ხუნდიმაჩვე მარტო ვარ რა ისე და აი მოვიდა, აი საოცრება იყო მართლა. და შენ გეტყობა მუსიკა გიყვარსო რა და იმეთქი კი თქო და აი ეს კასეტას და ჩუქნის. ეს კასეტა ეს. Jamiroquai მაჩუკა და
მოусმინეო შენო ვიცი მოგეწონება და მაქედან დაიწყო ჩემი ჯემიროკვაი. და ეხლა სიგიჟდა ილუშკასთან კი მე ჩამ მაგ, იმიტომ რომ ილუშკას მომსგავსებდით ძალიან JK-ს და გავდა მაგრა. თვითონ აფრენდა და პოსტერებს ჩუქლია და რა იყო იცი რომ ეს JK-ზე არის ლეგენდები არის რამდენად სიმართლეა რომ არ მგონია რომ მაგას ახლა უწევდა ისე როგორც არ მგონია რომ ილუშკას უწევდა მაგრამ არის ლეგენდები რომ ვითომ აი ქუჩის მუსიკოსობდა აი ვითომ ქუჩს რო დადებენ და რო ცეკვავენ რა ხო და ილუშკა მეც გამიკეთები რომ ალბათ გაუკეთებია ანუ კი არ მომბ არ გაუკეთებია თქო მაგრამ აი და რაღაცა ესეთი პარალელები იყო ხო იმიტომ JK როგორც სასწაული ვოკალისტი და მუსიკოსი ნუ ფანტასტიკური რა კონტექსტი ეხლა ჯემიროკვაი რა სტატუსიც არის მაშინი ხო ვაფშე სხვა რაღაც აი მარტო მაშინ აი ძალიან უცნაური მაგრამ ანდერგრაუნდ და თითულებოდა ხო პირველი რამოდენად იმდენად მაგარი იყო თან მართლა მუსიკა ყველანაირად რა იმიტომ რომ ეხა არ ვიცი არიან ეხა ეგეთი აი ვიცი ეს სულ ისმის ხოლმე ეგეთი ეხა არიან ეგეთი მაგრევით რაღაცა და რაღაც რა თქმა უნდა არიან ალბათ მაგრამ იცი აი პერიოდისთვის სერიოზული მოვლენა იყო ისე პლასტიკურად და ვის დაასახელებ ეხა JK-ს რანგისას ჟანრობრივადაც მათ შორის რომ თანკული იყოს. ეგეც სიმძაფრის სიგიჟე რო იყოს, ხო? მართლა თუ ახსენდებოდა. ხო, მაგრამ ჩვენზე აღარ არის გაკეთო. არა, გასაგებია, ხო, კი. თან კიდე ნახე რა ნაწილი აქვს მაგას, რომ პატარა სანამ ხარ, სანარი ახტაცებებით ხარ და ახ მაგას ისეთი რა მუსიკალურად პერფექტარი რა. ეხა ჩვენ რაც არ უნდა მოგვასმენო, გვანახო შეიძლება და გამოგისურვოს, მაგრამ ეგრე აღარ შეყვებდები. მაგ დროს გიშდებოდი. ხო. ტიპი გვიყვარდებოდა რა. ნუ ფანობაც ეგ არის, ხო? ფანობა ყოველთვის ასე. იმიტომ მე ვიცი რომ ეხანდელი პატარა ასაკის ადამიანებს, თქვათ ეხა ბილი ელიშებს და ისეთ სოფიანი სიყვარული აქვთ, რომ ხვდები რომ ასაკობრივია თქო ეგ რა. ხო, შეიძლება მართალი. თორე არიან ხო? ნუ რაცები ხაც ხო არიან რომ უსმენთ არა, როგორ არ არიან, ხო? მე ბოლოს იმაზე დავამართო ჯეიმს ბლეიკზე რომ აი ისე ძალიან გამისწორდა თავის პოსტერები სუპერტერები. არა თქო, მაგრამ ნუ მაინც დიდასაკში 17-18 ვიყავი რომ მოусმინე და მაშინ მახსოვს აი ბოლო დაგვირობა რომ ვაუ ის აია რაღაც და ეხლა უკვე რო იშვიათად და იშვიათად მაგ ეგეთი ახტაცებები და პატარას რა გიჟივი გიყვარდება. და მე მქონდა ეს drum and bass queen გადაცემა ხო? ხო და მე რო ბრუნდებოდი გავტყვიტეთ რა ამდენი მუსიკით რა პერიოდს დაემთხვა იცი ესეთი ფანრები იყო რომელსაც რადიოც ჰქონდა კი რაღაც მოციტალო თუ მალი ხო რაღაც ნაირი და ხო დიდი ზომის იყო და ხო იცი არა წყალი არა შუქრას ნუ ეს ფანარი სულ გამოყენებაში ჩვენ სახში ყველა რამოდენიმე იყო რა და ნუ ბანაო და მაგ ჩართული და ვიცი რაღაც მირეკავს ვიღაც მეუბნება რომ არსებობს რაღაცა რადიო არსებობს ორი დღეა არისო უკეო რა და ისეთი მუსიკა უკრავს აი ჩვენ რომ უსმენთო და ანუ არ ვართ მარტო რა მაგას მიგეუბნე რომ ნუ ვიღაცა მეუბნება და არ მახსოვს ვინ რაცა მეუბნება. მართლა ჩემი აწლები ალი კონტი ყო არ ვართ მარტო. მართლა იყო. და ჩართული მაგ ეს 106 და 4 პირველი 2 დღეს ეს არის. ერთადერთი პირველი FM იმიტომ რომ 10 დღეში დაეწია 105, მაგრამ ნუ 10 დღე იყო პირველი FM რადიო სადგური საქართველოს. და როგორ მე ხვის თავბრო პროსტო აი გახარებული რო ხარ ხო იცი რა სეცე არის იცი რომ აუ აი ეს ხო ვიცი ეს ხო მაქვს და რა ხდება ნეტა ამის უკა და ვიღაც უშვებს მაგრამ აი ზუსტად ცოტა იმას გავს ფრედბერის რომელიღაც მოთხოვება რომ ცოტა აპოკალიფტური რაღაცა და ტიპი მარტო რო არის და სურო სიგნალს უშვებს რომ მარტო ვარ თუ რა სიგიჟე და მოკლედ ერთი ნაცნობი ამ მომაში და ვიცი მოძრაობდა და დააწია სიტყვა რომ არსებობს პიროვნება ვისაც ლონდონიდან აქვს და ბევრი CD-ები ჩამოტანი და ეგრე მოვხვდი ასებში და ნუ შევჭი და ნუ ერთ-ერთი პირველი გოგო ვიყავით ამ ხვალებშიც და იქ იყო კიდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემი ფერი ცვალება იმიტომ რომ აი მაინც მუსიკა იყო უფრო და მუსიკა ეხლა ადამიანები ნაკლებად იყო რა და აქ გაიჩიტა უკვე რა სოციალიზაცია დაიწყება უკვე აი თანამოაზრეები ხვანაერი ადამიანები და გინა ხალხის მოდიოდა ვინც არ მომშო ჩვენთვის თქვენიც იყავით ღმერთები გენაცვალე ხა იქ ხვისი ხმაძგვეს მოდა და სახელი გვარები სანამ ჩვენ წამოვიზარდეთ და გადაცანით
არც აი ხო 1-2 წლით დიდები იყავით ჩვენს. არა ნუ მაინც სპონტი. იხა მაგრამ ჩვენ 14 16-ის როი ძალიან დიდი იყო. ხო, თან აი მაგასაკში ხო ძალიან ბევრია თორე 10 წლით პატარა. არა, იხა უკვე 20 წლით პატარა მეგობრები მყავს. ხო და აი რადიოსექსი იყო ერთ-ერთი აი ძალიან არა ეხლა ჩემთვის და პიროვნულად კი არა საერთოდ ქალაქისთვის რა მე მგონი რა ისე შენ რო იცოდე მე მაგან რადიომ გადამარჩინა აი ეს პერიოდი სკოლა რო დავამტკიცე ეს სკოლის პერიოდი პროფესორებს ეს კლასელები და ცოტა ქუჩაში რო ხარ და იქაც ხარ გინდა არ გინდა ხო იცი მაქსიმსში რო ხარ ალტერნატივა გამეძრო ჩემთან უბანში უბნის ფონდი და ჩემთან კორპუსში ცხოვრობდნენ რამოდენიმე დიჯეი მაგალითად ხორავა და ვიღაცა ხორავას 1 საათი მეტალის ხო და ამათანაც უსაუდი ჩემზე დიდები იყვნენ 3-4 წელი და ეს სადღაც მაგ გაკეთა არჩევანი რომ ეს აჯანდება და როცა ამათან აი ყველაფერი კაია გართობაც ურთიერთობაც ადამიანებიც და მე რეალურად მაგან ამაც და მე უკვე რაღაცა ჩვენს დავმეგობრდით რაღაცას ახლო პერიოდში და ჩემთვის გადარჩენა იყო ასეც კი მესმის ასეცის ხალხი და საკომისიო მუსიკა და ხო თუ ვიწერდი რადიოს რა ანუ თან სიმღერა რო იჭდება რაც მომწონს ხო ვიწერდი და არ ვთიშავდი, იმიტომ რომ ვაიდან რამე კარგი გაიჭირს და მე ეს ლეტად რო გიტარდა და ახლა იმდენ გადააწერო და ო რამდენი სწორკერა და აი ხო რა რაღაც უფრო აფასებდი რაღაცე ეხა რამდენად ეგეთივე არის რაღაცა ანუ მაშინ წვალების ხარჯზე უნდა მოგეპოვებინა წასულიყავი რაღაც გითხონა რომ ჩამიწერეთ ინტერნეტში ქონდათ არ ქონდათ მე რეგეჭვით აი ოპერაში მოდი დაგახვედრებ და სადღაც მაგ ჩალიც უფრო დიდი მუღამი ქონდა და სიყვარული მოქონა ალბათ ვიდრე ახლა პირდაპირ ინტერნეტიდან ჩამოვიდეს ბიჭო ახლა დიჯეობაზე და ერთი ამბავია და რა კარგია და მაგარია ესე იგი მირიანა იყო ადამიანი რომლის CD პლეიერიც გვედგა იმაში რადიოში რა ვეგად რაღაც ესეთი რა ალბათ გახდებოდა წაიღებდა ხო და უსმინე უთქვა ხო არ მოგისმენდა და დაგტოვა რამდენჯერ ყოფილა რა CD პლეიერი ერთი კასეტი ნუ კასეტებს მე ჩემთვის კასეტები იყო მაგრამ უკვე აი CD პლეიერიც იყო და მიქსერი მქონდა იმის აწყობილი არა ვაჟასი არ ზურასი ვისიც იყო რადიანი ფიზიკოსი იყო იქ ოთახი ჰქონდა და პაიანიკი და ის რა და ერთი კასეტი აი მართლა აი ორ შულს გეფიცებით რა ეს მოტორიკა არასოდეს ჩემი სისტემიდან არ გამო რა აი ესე იგი მოსასმენი კასეტნიკი ხო იყო მარჯვრივ რითიც აყენებს ზუსტად კაპზე რა რომ არ იყოს ის და ეს რაღაცა ფენომენალური ის იყო კასეტნიკი იმიტომ რომ პლეიზე უკეთებდი ეჯექტს ისე რომ ის პლეის ტრიალებდა და წარმოიდგინე იღებ კასეტას აი არა იწერდა კი არა დამთავრდა ეს სიმღერა და მეორე ხომ უნდა ჩავრთო იქ დაყენებული მაქვს მეორე კასეტი და ერთი კასეტნიკი მაქვს და ვმიქსავ რა ეს ჩანაცვლება ხო და როგორიც ის ზუსტად მიკაჩული მქონდა ამას ეჯექტი და ისე იყო რატომღაც პლეის შვებოდა ამოვაგდებდი ამას ესე არა ამას დაჟე ესე ვაგდებდი ხო კასტა ზოგადად წკრი პურტი და არის პაუზა ვაფშე და მილეკავდა რომ შენ ბიჟი ხარ მოიტანეს რა მე აღარ არის აი ეს იყო მაგარი გართობა იყო რა მე მახსოვს ასექში მივიდიოდით მე და ქორქია ქორქია მე და ოღონდ ცოტა მე მივიდიოდით და იქით ოთახში სადაც იყო ისეთი კასეტების CD-ები შევდიოდი და მეგობრებისთვის იყო გადმოწერა და ვაკეთებთ კომპილაციებს ხოლმე რა. იყო მაგათახ შესლა იმას იყო. მე ერთ ხოლმე მომწამიყონა აი ბევრად ადრე რა ალბათ თოთ. სტუმარ. იმიტომ მე კასუს. და იმინა ხოაფშე რო ერაფერს შევიდა ბოლოს მე გადავაგდა რომ ფიში მინდა სიძახტიო მართლა. ჩემი ქართულ მუსიკას ვუკრავდით ხალხო სიგიჟე იყო ხა აი ვინ უკრა არა ანუ აი ამ ჟანრის ხა ლევონა ხომ მუშაობდა იქ მანამანდეს რა და მე მაგიტო არა ხა ის მეცე ის კონდათ მე მგონი მეორე ალბომი Friends ხო მეორე Friends კონდათ ჩაწერილი და მოიტანა რომ აიო ჩაწერეთ და დაუკრათ ნიკაკოი რაღაც Space for Nastia და გუცაევის ბურთები გუცები ხო იმისი ძიმასი და ანუ ქართულ
მუსიკას უკრავდი ხოლმე რა და უკვე რაღაც ის იყო რა მე მაგარმა ეს რადიოში მოვისმენთ Black Butterfly გადიოდა და სულ უკრავდი იცი რა არ ხალხს არ მოწონდა მოდი პირდაპირ გეტყვი იმიტომ რომ ჩვენ დაჟე ისიც ქონდა რა არ მოწონდა რა ხო ნუ აი ეგეთი მსმენელი არ ყავდა ეხა რა ხანს არ ყავს ახლა ხო მაგრამ ჩვენ უკრავდით რა და ხო მარტო ასებში ისმინებოდა თუ იპარებოდა რამე ქართულიც ხო აფრი არ იპარებოდა მაგრამ სამაგიეროდ ავაი როგორი ტრანზიცია ნახე სამაგიეროდ ეხლა ამ ყველაფერს აცოცხლებ შენ აბა საიდან მაგის პროდუქცია არის ვინილებს რა ქვია ესა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა და ნიკას გავაცეული სად არის CD რა უნდა გეჩუქა CD არა ის ბიჭარა არ გინდა ხო ბოლორად გამოვეცით არის ეს და მეგონა რომ არ გექნებოდა წვანეო არ მაქვს ხო იმის და მიუხედავად წვანეო და ხის პირველი არის ესე არა როგორ გიხდება აი ზუსტად გადავი მაინც გადაგიღებთ რა გეხვეწ იმის და მიუხედავად რომ ეხა აჩიკოსთან ერთად მუშაობ რაღაცაზე მეცდა ის რაღაცა ორი ფერი კარგად არის ორი ფერი შევეცდა მიკროფონის წინ გადმოწი აი რა ხო და ძალიან დიდი მადლობა რეალურად იმის გარდა რომ ამით აცოცხლებ თვითონ მუსიკოსებსაც შენ ზრდი არა ეგრე და ეგ ერთი აროსდის მოიც იცი რა რა გადავახეთ ამას რა რეები არის გამოსული ნუ ჩემი ვიცი მოიცა აი ეგეს ვანა აი სეგი მეათე ჩამოვა ერთ კვირაში მეათე აი რეები წვანე ოთახი ლოლიტები Mother of Mondays იყო პირველი მე ძალიან ცუდად ჩემისაგან Mother of Mondays შენ ლოლიტები GD Empire Java Message შავი პრინცი და ძებნილები afternoon version წვანე ოთახი ჩარკვიანი ირაკლი ამო დადიანი არ გამოდის GD Empire დადიანი და ჯორჯი მე მეცხრე აუ ძალიან სიტყვილია დადა თან ეხლა ხალხს გააკეთე ხო რაღაც არა არა და მე ყველაფერი მაქვს თითქოს მე მეცხრე რაღაცა მოვიწყდება რაც ზუდია მოკეთ 9 არის გამოსული მეათე ხა ერთ კვირაში ჩამოვიო და 5 სექტემბერში ნიკა კოი ვაიმე აი ყველაზე ახლობელი რა დაგაიწყე ხო იცი რა უბედურება ხო ნიკა კოი ეგ არის ხო და ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებთ მგონია რა მხელა ტირაჟის ტირაჟი არის 300 და ვფიქრობთ ახლა 500 გახდეს იმიტომ რომ ბოლო ფირფიტები 7 წუთში და 10 წუთში იყიდება ხო და მე წევლიან ხო რატო აღარ მინდა წეული რატო არ ჯერთი არ იყიდებოდა, ნუ იცი რა, ჩვენ ეს რომ დავიწყეთ რაღაცები აი 1-3 წლის წინ, მეტიც კი უკვე რა, იცი რა, რაღაცა ისე იცვლება, და ჩვენ კი ვერ ვგრძნობთ. საერთოდ ეხა როგორ რეგრესში ვართ გასაგებია ქვეყანა და რაღაც, მაგრამ აი მუსიკალოდ არავინ ამაზე არ საუბრობს, რომ გვაქვს რაღაცა აი კოლოსალური. კი, მე ვიძახი ხშირად, მაგრამ რა ვიცი, ახლა ჩემ 15 არა ისედაც კულტურულად მოშნა წინ წავდგით. ხო და სულ აი 1 წლის წინ სხვანაირად იყო 2 წლის წინ 3, 4, 5, 6 და ამიტომ ნუ მე ნელ-ნელა ადაპტირდები. რა ხა ჩვენ ეს რომ დავიწყეთ, საერთოდ გვეგონა რომ მე ჯაბაშავი შულთან ვაკეთებ ამას და მე ზუსტად ვიცოდი, ანუ სახელი ყველაფერი იყო რა და ვაფშე და ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ნუ რავი რა, ანუ არ ვიცი, მოკეთ, ჯერდი მომწონს პარტარა ტირაჟი თან ერთის მხრივ. იცი რა, 1000-ზე რო ახვიდე უკვე კაია. ხო, არა, 1000 მებევრება, მაგრამ ნახოთ, შეიძლება 500 მებევრება, 500 ხო არ გებევრება ახლა. არა, ხო, არ მებევრები. ბოლოს ხო რაღაც საოცრებები დატრეულა, აი მართლა უწყევლიან თან და რაღაცა საინაყიდითო რაღაცა თაროს ქვეშში და ნოტყი. ეს ირაკლის ხო გაგიჟდნენ და 1500 ლარებში გაყიდეს და ჩვენ თითო ჩვენ მოგვიწია რომ მხოლოდ ერთი გაგვეყიდა ერთ ადამიანზე რომ რაღაცა არ მომხდარიყო და მაინც გწევლეს რომ თაროს ქვეშიდან 1500 არა ჩვენ აი როგორც ყველა სხვა ფირფიტას ისე გავყიდით ყველაფერს. რა აუ არ ვიცი იცი რა ორმაგი შენი ერთმაგი ანუ ზოგი არის ორი ფირფიტა ზოგი ერთი და
აუ ეს პოდკასტში ალბათ აზე 130 ლარი ორ ფირფიტიანი ალბათ და 81-იანი არ არის. ხო. ნორმალური ანუ რო ნახო. კი, ფრიად. ანუ იცი რა ორი ფირფიტ არის ზუსტად ორჯერ ძვირი ვიდრე ერთი საერთოდ. ხო და მეგონა რომ ძალიან მაგარა საკეთე. ხო ფირფიტაზე არ არის ეს პრინციპში უფრო არის ეპოქაზე დროზე და ადამიანებზე რა და ამაზე რომ ვისაუბროთ და იმიტომ რომ ეს ამასი ყველაზე ვისაუბროთ კულტურული ფორმაა გაძეგლების ისი რა ქვია თაობების რა ამით ფირფიტით და არა ძეგლებით ხო რეალურად ხო რა ჩემთვის ძეგლია ჩემთვის ცოტა დაუჯერებელი ოღონდ მანდ რომ მოხვდი ხო იცი გაჩერდი გეუბნები ახლა კი არ შენი დღე დამოსწრება ტადი აქედა ხო და მაგის პარალელურად კიდე სკოლაში დაწყდება CS-ში ეგ ძალიან საინტერესო ამბავი ან რეალურად მემკვიდრეობის იქით კიდე რეალურად სკოლიდან მოდის ყველაფერი მათ შორის ეს მემკვიდრეობაც რა იმიტომ რომ ყველაფერი არის ცოტა როგორ იცი აი აგებული იმაზე რაც ჭირდებათ ჩვენ შვილებს რა ეს ძალიან მხეშად რო ვთქვათ რა ანუ სკოლა ოღონდ ეხაც რო უყურებ და ეხა ძალიან ჩვეულებრივია და თქვით აი ნიკას ახსოვს ნიკა პირველი ის იყო გუნდის წევრი და 15 წლის წინ რომ ვიწყებდით უბრალოდ აი ერთი წელი მარტო იმაში დავჭირდა რომ აი რატო აბელტონი და ფუ და რატო არ გაქვთ ფრუტილს ეხა საერთოდ პროგრამის განსხვავება არც არის და საერთოდ არ იყო იმაზე რა პროგრამა და შეგვიძლია მუსიკა კეთ მაგრამ ანუ ის რო ძალიან რო ცდილობ რომ რაღაცა სტანდარტში მოაქციო რომ აი ადამიანი რო წავა თბილისიდან მოხდება სადღაც ლონდონში თქვა და შევა სტუდიაში თქვა და აი პროტულსი იცოდეს იმიტომ რომ დახვდება და იქ რაღაცა აი ეგეთი ის იყო რა საერთოდ ცნობიერების ამბავი ყვა საერთოდ ვერ ხვდებოდნენ ანუ რა ხდებოდა რა ხო და დღეს რა გვაქვს დღეს ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს რა პრინციპში რა მე მგონი ის ფაქტი რომ 15 წელი არსებობს უკვე ეგ ძალიან დიდი რაღაცა არის ანუ რამდენი ადამიანი და რამდენი გამოვიდა ხო რამდენი დამთავრებული თუ რა ქვია. ხო, აი მართლა ბენდს ვერ ნახავ ალბათ და რაღაცა პროექტს თუ რაღაცა რომ ერთი member mind როგორც არა, უბრალოდ არ შევხვედრი. არა, შოთა რა, სწავლობდა. ხო, სწავლობდა. და გოგოები რაც თავარია კიდე მართლა ის არის რა ქვია არ იყვნენ ახლა მუსიკა, აი აჰა ვაკეთებ და არ არიან გოგოები, ფაქტია, ხო? რატომ აი ხო ხო, ან ფაქტიერეჩი არ იყო განსაკუთრებით, ხო? განსაკუთრებით. ისეთი, ანუ ესტრადა პოპში იყო რაღაცა, ვერც ჩვენ არ გვაინტერესებს. ხო, არა, ეგეც არის. სინამდვილეში მე სკოლა მარტო იმიტომ დავიწყე, რომ მე მინდოდა რომ სტუდია მქონდა და ან სტუდიაში შევიდოდი, არ ვიცოდი რა მექნა. ვერ ვაღწევდი ვერანაირ შედეგს და მინდოდა რაღაცა მცოდნოდა რა. ეხლა სტუდიაში შევედი კვარტეტთან ერთად და მე არ ვიცოდი ვაფშე დამავიწყდა ინჟინერსაც და ვაფშე მეტრონომი არ ჩორთეთ, ნუ გამოვედი ნახევარი დღის მერე და ის მასალა ვერ გამოვიყენე სიტყვაზე რაღაცა და უფრო მე და ჩემთვის რა იცი რა სულ არაფერი ვარ და მე სტუდია მექნება თქო რა მაშინ მუსიკას წერდი ხა არ დაგავიწყდეს რა ხა ესე კი არ ვყავი ხა რა ხო და მაგ პერიოდის მუსიკოსებში რეალურად გლობალს ხარ ვისმენ ჩინოთ ისე თუ საერთოდ მე ვარ ნუ ანუ გასწრები არ ერთო ჩემო მე ვერ დამაში სტიალა ხო ნუ პირველ ელექტრონადზე გამოვედი და მაკედან რაღაც ვიზიბილიტი ეხლა ძალიან მუსიკოსი არის ძალიან კარგი და რა მაინტერესებს ანუ ეს CS-ის ლეიბლის ბაზაზე ხდება არა ნახე ესე იგი CS-ის ლეიბლი დაიწყო 2019 წელს და პირველი გამოცემა ჰქონდა აი მე მგონი ანსამბლი მზიურის მე ეგეთი რაღაც არ მომხდარა იყო 9 ქალის ორმაგი პირპიტა რა სტუდენტების რა და მთელი CS რეკორდს თავისთავად იყო გათვლილი მეტწილად ჩვენი სტუდენტებისთვის რა ყოფილიყო პლატფორმა მეორე ალბომი მე მგონი ანუშკასი გამოვეცით სადებიუტო რა სკოლა
ვაიმე აბა ანი ზაქარიაშვილის თქვენი სკოლა ხოდა ანი იყო პირველ Sleepers Poet Scientist-ებში ანუ ეხა რეალურად ვინც არიან ამ სცენაზე პოპ ადამიანები სკოლა არის და ანუ სერიოზული ხო და მე კიდე რა იყო იცი educational ამბავი სულ რადგანაც სკოლა ხარ რა რაღაცა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაი მაგალითად ნათელას ვანჯარჯ გაგია თუ რა ქალბატონი რომელიც ეგეციეს რეკორდზე მეოთხე თუ ნუ აი ძალიან მალევე პირველივე წელს აღმოვაჩინეთ და 64 წლის ჩანაწერია სინთიაზზე მოსკოვში ნათელას ვანიძის ნაწარმოები ანუ პირველი ელექტრონიკა ქართული არის ქალის ნათელას ვანიძის და 64 წელს ჩაწერილი და ეს რეკორდზე რატ უკვე აღარ იყო ნათლას რო გამოვიდა მაგრამ ეგეც უკვე ანუ საიდან მოვიდივართ ახლა Sleepers Poet Scientist ტუსასგან კი მე ნაღდათ ტუსასგან მოვიდივარ რაღაც ტუს არის ჩემი ღმერთი მაგრამ ტუსა მოდის ნათლას ვაინძისგან რა სინათლეში რაღაც პოეტში რა მე რო დავინახე რომ ზოგმა ჩემმა სტუდენტმა ისეთი სახელი არ იცოდა და ისეთი ეპოქა და ისეთი მუსიკა და რაღაცა დედა მე შემოვეხარაგულზე რა ხდება აგ რას ვაკეთებ და მაშინაც მოვიდა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა რა აი სულ ყველაფერი მოყვება ამ ადამიანებს ამ ახალგაზრდა ჩვენ შვილებს ეგრევე ძახი რა რამხელებიც ზოგ დიდი არის ჩემზეც კი არა გვაქასაკობრივის რა მაგრამ ყველაფერი მოდის მაგ ადამიანების ენერგიებით, სურვილებით და რაღაც. გაგონილი მქონდა, რომ დადა აკეთებდა drum and bass და ის კი არა რომ ანუ ქართველი და დადა და რაღაც საერთოდ drum and bass არავინ არ იცოდა რა მაშინ ხო საქართველოში და ნუ მაგაზეც შერყეული ვიყავი რომ ვიცოდი რომ დადა drum and bass აკეთებდა და ლევანი წამეყვანა ჯავახიშვილმა პირველად მაგის იმაში ლონდონში არ ვიცი რომელი წელი იქნება და 97 შეიძლება რაღაც გეტოში ქონდა ძალიან მაღლა სართულზე ეს უცარიელი ოთახი და ეს ხედი ამ გეტოზე. იქ დაიწყო ხო drum bass-ის კეთება. ხო, ლონდონში რო წავიდა, ეგ ყველას უსწრებდა. გარაჟის თითქოს რაღაცა მოგარა. მე გარაჟი ხო, რაღაც ნუ ჟანრებს იცვლიდა, მაგრამ ნუ ეგ მაშინ ეგ პერიოდი ქონდა drum bass-ი მაშინ ხო ძალიან. ხო. იწყებოდა და ეგ ხო აქ ყველას უსწრებდა დეკადებით და იქ ხო იქაც იქ ვის ჩამორჩებოდა და თან ის იყო, აი ხო თქვი ხო მე მგონი რომ აი ეს მეორე არხზე რო იყო თქვა ეს GD Empire და რაღაც ინოპლანეტელები რაღაცა და უცოდ აი ნერვიულობდი რომ ძალიან პატარა ვარ, ნერვიულობდი რომ ვიცოდი რომ დადა უნდა გამეცნო, მასე გავიცანე ლონდონში გავიცანე და არ ვიცი ეგეთი აი მაშინა თუ მე ხო კონსერვატორიაში წავ. კაიო და ავაწყეთ baseline-ი რა, რაღაც drum bass track-ის რა, ეს პირდაპირ არ ვიცი თუ ყველასთან ეგრე იყო, ჩემთან ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში. აი მაშინათვე რომ მეგობარი და მაშინათვე შენ ხელა და მაშინათვე შენს ენაზე რო საუბრობს და ხო რა, ძალიან ის იყო, ძალიან ბედნიერი წამოვედი რომ ვაიმე მაშინ მე თვითონ არც მუშაობდი, არც ვიცოდი რა პროგრამა რაღაცა და ნუ ეს ძალიან ფენომენალური იყო. მაშინ ისე არ იყო ეხა ყველას რო საძინებელში ისა გვაქვს რაღაც სტუდიები და მაინც ძალიან ის უნიკალური მოვლენა იყო ჩემთვის. ნუ მე ლონდონში თქვენ კონცერტზე შევხვდი, მე მომწერა და ის იყო მაშინ ცოტა ისეთი ის ქონდა რაღაც ვოკალიანი სიმღერა მქონდა და ეგო მინდა დავაკავ და გავუკეთო drum რო იცოდა რომ მიყვარ drum bass და მე საიდან მომწერა MySpace ექნება რაღაცა MySpace იყო მაშინ. ხო, რაღაცა ეგეთი ადგილიდან მომწერა, იმიტომ რომ მაშინ ეს კომუნიკაციაც არ არსებობდა ეგეთი ახლა რო არის რა. ხო და დააკავე რა და ძალიან მიყვარს ახლა ეს. ჩემი ერთი სიმღერა დააკავე რა, Dirty Drum and Bass mix-ით და მე ნუ მე ჩამოვედი და გავიგე რომ ეგ აქ არის და ნუ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა რო იყო რა თქმა უნდა ზუსტად ვიცი რომ პირველ წელს უნდა ყოფილიყო და რაღაც ფორმით და მაგიტომაც არ იყო არც ტაქსი და არც საბავშვო მედიცინა და იყო George and Dance Empire, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაზე პირველი შთაბეჭდილება და მაინც მაგითი მოახდინა რა. ხო და მანამდე არ ქონა მეხსიერებაში ის ტაქსი და ისე არა ეხა ეს მე გიყვები რაღაც 2 წლის წინანდელ ამბავს რა თქმა უნდა ეხა არა სანამ drum bass-ის კვეთაში მოხვედი თქვენ მანამდე არ ქონა ის children's კი და არა ხო აი ეს იყო აბსოლუტურად ჩემთვის ნასტი და დადას ჰარდები არ არის შემორჩენილი
ესე იგი მე რო დადავნახე 1 წლის წინ ზუსტად და საერთოდ არაფერი თავისი აბსოლუტურად არაფერი არ ქონდა რა დედამიწის ზურგზე ვიცი იქ ადგილზე რა და წუწუნებდა რომ ვიღაცამ არ ვთქვი ყველაფერი დაუკარგა რა მაგრამ ნუ არ ვიცი ეს რამდენად რა და როგორ მე და დადამ შენ თუ გახსოვს აი ზუსტად ჩემ კონცერტზე რო შევხვდით მე ჩვენ ძალიან ისეთი კონტაქტი გავაგრძელებთ ყოველდღიური რა წლები და ჩავწერეთ EP გვაქვს ჩაწერილი რომელიც მე არ მაქვს საერთოდ დადასთან წერდით სტუდიაში ყოველდღე დავდიოდი ტიპი იყო აი ეგეთი გადაყოლილი არავინ არ ყოფილა ჩემს ხო დილით რო ვიღე ტაქსს მიგზავნიდა ხა ლონდონში ტაქსის გამოგზავნა ხო იცი რას ნიშნავს ხა ეს არ არის ბოლტი გამოიძახა და ძალიან ექსტრა კეერ იყო რა და მთელი დღე ვატარებდი დადასთან წერდით რაღაცებს რა შენ ადგილას ხა გავგიჟდები ნუ ხა რა გავგიჟდე რა აზრი აქვს მაგრამ ერთი MP3-ც არა გაქვს რაღაც ნიმუშიან და არაფერი არ მაქვს ანუ მეც იმის მერე ბევრი ჰარდი დამეწვა დავკარგე გორნერები მეშლება ეგეთ რაღაცებზე რა არაფერი მე ანუ დასრულებული 1/5 საერთოდ აი საერთოდ არაფერი არ ქონდა რა იქ რა შენც იგივე საკეთებ ხა დაახლოებით დღეს ლუკასთან რასაც ვლაპარაკობდით რომ რაღაცებს აკეთებ წერ და არ იმაშვები და აი რომ მოკვდები შენ გამოცემ რა ხო სად ვიყავ შეჩემ აი გეტყვი პასვორდს ხო მაგრამ ის ხვეცი აი ფრენდლი უნდა დატოვო ყველაფერი რა ხო რა მე ველაპარაკე ხა რამოდენიმე თვის წინ შეიძლება 1 წლის წინ და ძალიან ხო იცი ვიღაცება მითხას რომ ვერ არისო კარგად ხო რაღაცა ისე და დავრეკე და აი ძველი აი რაღაცა ხო ნიკუშ როგორ ახლა რაღაცა მე მირეკავდა აი მის მერე ეს ფირფიტებამდეც მუშაობის პროცესში ხშირად ვლაპარაკობდით და ეს მიდგომა ძალიან მაგარი ჯერ ხო გაუხარდა გაგიჟდა გადაირია მე რომ აი ყველაფერი გამოეციო აბსოლუტურადო რა არავის არაფერი არ გითხო საერთოდ და ყველაფერი დატოვეო ისე როგორც არისო რა არც დაამასტერო ეხლა ანუ ჩვენ recovery work რაღაც დონეზე გავუკეთეთ თან ფირფიტისთვის ისედაც ხა გამორიცხულია ეგრე ვერ გავაგზავნიდით მაგრამ ხო ძალიან ისე იყო რომ მე მომწონსო ყველაფერი როგორც არისო არაფერს არ გავუკეთო ეგრე დატოვეო და ეგრე გამოეციო რა ხო და რომ ჩავედით სულ მთელი დრო გავაკეთეთ მე მგონი ჩვენი სიუჟეტია საერთოდ ბოლო რა დადასი რაც არის რა არა მირომაც გააკეთე მირომ გააკეთე 1 წლით ადრე მანამდე 2 წლის წინ ჩვენ 1 წლის წინ უკვე რო ფირფიტებით ჩავედით და მთელი ეს აი სულ მთელი ეს 2 საათი თუ რაც ვიყავით თვალებში ქონდა სუცრემლი აი სულ ცრემლები ქონდა მართლა დამედნიერი იყო. ხო და მეც მირეკავდა ხოლმე და მიყვებოდა ძველ სამეგრელოს ამბებს, რომ მიდიოდა ხოლმე დასასვენებლად და როგორ რაღაცა მანქანაზე დაждდება და გაიტანდა იმას. რაღაცა გავიტანეო, რაღაც ჭიშკარიო და მაგრამ ნუ დადიანი ვიყავიო და მაგარი ისტორია ესხმოდა. კიდე სუპს როგორ ვაკეთებო რაღაცა. მოკითხო რა. ხო დადაზე ვილაპარაკებთ. ბევრი წლები და წლები რა. კი, ხო და ძალიან უხერხული ის არის ხოლმე, რომ მე ხდება ადამიანების ეგ ხო, აი ჩემთვის გაძეგლება და რაღაცნაირად გამერთება, ხო რა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი ფაქტობრივად ბოლო ადამიანი ვიყავი ვისთანაც. დადაზე ერთი ისტორია არის, რომ სიროკი იცი, ხო იცი. მამაჩემი სიმღერაა და მამაჩემი მეუბნება რომ ტექსტიო დადამ დამიწერაო რა. კაი, ეგ უკვე არ ვიცი. ეგრეც არ არის. მე დადას ვეკითხები რა, რომ მეთქი ეს სიმღერა და შენ დაუწერე თქო ტექსტი და ასე არ ვარო. მაგრამ ნუ აი რომელი ატრაკებს ვერ გაიგებ. ბიჭო, ატრაკებს არა, იმის მეხსიერება ხა დადასი შეჩემა, მე მგონი წაშლი იყო მე რა ახსოვს. ხო, ნუ არ ვიცი. ანუ თვითონ სტილისტურად თუ რა ქვია მაგას გავს ძალიან გავს დადა საიდან მოიტანდა რაღაცაში არის ესე იგი ისე ძალიან ძმაკაცობდნენ ანუ მაგ დროს იყვნენ აი 24 საათი ერთად მე მახსოვს რა სულ რეკავდა მაშინ სახლის ტელეფონი იყო და დადა რეკავდა კაი ბევრი რაღაცები გაკეთდა მე მოგიყვებით მაშინ და არა ყავდა სახში კარგია ტაქსის კონცერტზე ვარ ნამყოფი მაი გოდ უცხო ენებში ნუ რა თქმა უნდა
აზზე არ ვიყავი ვინ არის რა ტაქსი ვინ ეგ რა, ანუ შეგაცა 88 წელს ვაპარაკე. ხო, სავარაუდოდ. მე ეცი რებმა ხო ბლიცი როცა იყო ძალიან დიდი ბენდი რა, აი ფილარმონი, როგორი კონცერტები ქონდა. იცი აი ერთი კვირა რეზიდენცია ფილარმონიაში. და სულ გადაჭედილი იყო. და მახსოვს რომ მამა ჩემი სულ ამბობდა რომ არ შეესენიო გოიმები არენო აზზე არ არისო არ ესმითო ამის მუსიკისო კარჩე რა. მაშინ ტაქსი როგორი იყო ხო ხვდები რა ტაქსი კეთდა ვაფშე ეგ მოძრაობა ძალიან ცოტა ადამიანს მოწონდა რა და ვორმაპზე გამოყავდა დადა რა თვითონ ევასება. თო თვითონ ასე და ვორმაპზე გამოდიოდა დადა ოღონდ ხალხი რა დღეში იყო რაღაცებს ესროდნენ და ერთხელ რა ისროლეს იცი ანუ ეს არის 90-იანის დასაწყისი აი ზოოპარკი არის საქართველოში რა ლუკი რო არის ხო იცი ბიჭო კანალიზაცია სცენაზე ამოაგდეს კანალიზაციის ლუკი ბიჭო და ახალი წელი იყო აი ზამთარი იყო მაგრაციოდა ფილარმონიაში და მანდარინები ყველა ხო ჯიბეში მანდარინი ხო და მე ესე ნუ მამაჩემის მეგობარი იყო რაღაც და ერთ დროს ჩვენ რო ლივერპულში ვიყავით მე მამაჩემს ტური ქონდა მე დავყვებოდი ხოლმე 94 წელს რო წამოვედით ვიღაცამ გითხრა რომ დადა ჩამოვიდა ანუ ჩვენ რო წამოვით იმ დღეს ჩამოვიდა დადას ლივერპულში ჩავიდა ჯერ სანამ ვიცი ირაკლიც იყო მაგასთან ლივერპულში ცხოვრობდა იმ სახლში სადაც ჩვენ ცხოვრობდით მართლა ხო და ნუ რაცნია ვაფშე ურთიერთობა არ მქონია რა და ლონდონში რომ ჩავედი ნუ ხო დამეგობდით ლონდონში მომწერა მე MySpace-ზე და კონცერტზე რომ მოვიდა აუ გაგიჟდა კიდე გამოტყობა რაღაცა და ეს აი მეც რო ვიყავი იმ კონცერტზე მაშინ შეხვდით ფიზიკურად პირველად შეხვდით 1001-ში მე მოვიდა რაღაცა ბრიქსტონი არა რაღაცა Old Street-ზე იყო თუ Angels-ზე იყო რაღაცა venue მან დაუკარით და მან ახთოვანდა კარჩე რა და აიმინა რაღაცა ის ამირჩია აიმინა რა და სასაცილო იყო რა ხო სულ ერთად ვიყავით და ვინმე ჩემ მეგობარს რომ მივიყვანდი არ ევასებოდა იმას კბენდა ხოლმე იმათ ხო აი ვაუ იმენა რაღაცა protective-ს რაღაცნაირად მიცავდა ხოლმე ხო თან ალბათ ეს მამაშენის სიყვარულიც და აუ თან შენ ჯანკებს დაატარებდი ალბათ კი ეს თელი ჩემი ისე ხო მივლიდა და რაღაც ეს მაშვებოდა და არა და დადა იყო რეალურად აზე ხარ მაშინ რო ის ქენით აი მახსოვს კარგად მაშინ ასაკი რაღაცები ხო ეწერა MySpace და 42 წლის იყო და აუ მე დადა მაშინ 42 წლის იყო მაგ დროს 42 წლის იყო ლონდონში უკვე და მეთქი აუ ბიძა კაცი დიძე კაცი და სო მიდის ხონელნელა ბოლოსკი 60-საც არ გამხდარა და მიყვებოდა ისეთ ისტორიებს რაც არ მოიყოლება პოდკასტებში ქართულ ანდეგრაუნდზე და მეც ხო ბოლო ნახვაზე არავის არ დააკლო არაფერი ამტვირთად აუ ისე როგორ ვერ მოვასწავით ჩაწერა რო დავიწყეთ ზმუკი ყოველ დღე ლაპარაკობთ რომ ხვალ დაურეკავ დადას და არჩი აი იმინეს ჩაციკლული ქონდა რომ დადას უნდა დაურეკო მოვიყვანოთ ჩავწეროთ პოდკასტი რა ძალიან კაი იქნებოდა ხო თუ გამოვიდოდა არ გამოდიოდა საერთოდ მე ჭვი მაქრო ჩასვლა მოგვიწევდა ხო ანუ ჩასვლაც პრობლემაა ჩასვლა ხო ჩახვიდოდით სადღაც აქვე არისო იმაში ნატახტაში ხო იცი რა ის არის რა მოусმინოთ რა მაგის მუსიკას და ეგ არის ხო და რა არის დარეალიზებული ამის გარდა ეხა რაც ეს გამოიცა აცფროლებული საერთოდ დადას ყველაფერი არის არა Spotify-ზე არაფერი არ არის მათ შორის არც ეს ხო და ეგ არის გასაკეთებელი პირველ რიგში რომ ეგ ყველაფერი კი ყველაფერი გახდება თავის დროზე რა თქმა უნდა იმიტომ რომ გინდა არ გინახე ძველი ვიდეოების ყურება ძალიან კაია მაგრამ ეს საუნდის აღქმა ვერ გაქმა ის არა ხო რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ ჩავარდება კარგ ხელში და კარგად ბასი არ დაგვავიწყდეს ფენომენალური ბავშვი არის 18 წლის გახდა ზუსტად 18 წლის გახდა პანაშვიდზე პანაშვიდზე რო ვიყავით მაგის დაბადების დღე იყო და გახდა 18 წლის და ეს არის მუსიკაში არის ძალიან არანორმალურად ნიჭიერია და მე
მგონია რომ ბასი მოკიდებს ყველაფერს ხელს და სათანადოდ მიხედავს. ბასიზე მაგარი ის რო წერდით მუსიკას ან რამეს რო აკეთებდათ და რა არჩევ თავარიაო აი ბასი მომყავსო ურთავო მუსიკას არაფერს არ ვეუბნები თუ ცეკვას იწყებსო ესე იგი ეგ არისო რა და მაგით ვამოწმებდით სტუდიაში ყავსო რა სტუდიაში ყავ და მაგით ვამოწმებდით სიმღერა კაია თუ არა ხო ბასი არის ერთადერთი ადამიანი ვის 11 წლის ასაკში მივიღეთ სიაში ნუ 18 წლის მაღლა ნუ აი 16 წლის მაღლა ბავშვი იმდენად ლევანისთან შანშია შულთან გიტარით დაიწყო და მე 1-3 აი სულ რაღაც სხვადასხვა კურსებზე იარა და იყო ის გამონაკლისი როდესაც 11-12 წლის ბავშვი რა ვიცი 25-30 წლის ისინი ყავდა თანაკურსელები იმიტომ რომ ნუ შეეძლო ჯერ როგორი ფოკუსირებულია და ნუ თავიდან ბოლომდე მუსიკით ცხოვრობს რა. ის რა ქვია, CS-ში ვინ რა კურსებით ვართ? CS-ში ვარ ძირითადად მაინც მუსიკა არის ჯერ მიმართულება და აი მუსიკაში რა ხდება, თქვათ რა ისინი. ნუ მუსიკაში გვაქვს დაწყება ხმის ინჟინერია ერთ-ერთი core რაღაც რაც პირველი კურსი იყო, გვაჯიმ დაიწყო სუთავიდან. მოყოლებული მუსიკის წარმოება ჩვენი პირველი team member. მოკლედ production-ი გვაქვს, ხო ბევრი ანუ ჯერ გვაქვს აი Ableton სწავლობ რომ ინსტრუმენტი რო ისწავლო რომ დაიწყო ფრენა და მე გვაქვს სხვადასხვა production, ნუ ტუისა და ნიკა არიან ეგენიც უკვე 13 წელია, უბრალოდ ტუისამ დაიწყო 13 წლის წინ და ნიკა და მოკლედ სხვადასხვა production ყავს guest, აი ნიკა ყავდა მაგალითად guest 2 წლის წინ თუ რაღაცა მოწვეული შეიძლება იყოს ერთი კურსით ან აი როგორც არის მოდულები გვაქვს მოდულის კურსი გვაქვს ნუ DJ კურსი ბევრი რაღაცა მუსიკის თეორია მოკლედ ბევრი კურსებია და ვიდეო გქონდა ქარმა ასწავლიდა და ნუ რაღაც ვერსიურცეც ვერ მოვაწყეთ სტუდია რა ნუ მოკლედ აი უფრო მუსიკაზე ვარ კონცენტრირებული ანუ ვიდეო გავხთ მე მეგონა რომ ნიკაცა ნაწილობრივ ვიდეოს ყავს ჩვენი არა მაჩაიც არა ნიკა თავდაპირველად production არის ხო და კიდე მიმართულებები აუდიო ვიდეოს გარდა რამე არის რაღაც პერიოდი ხოლმე ვიდეო არის სამსახიობო კურსივით დაიწყეს გენაცვალე შარშან გახსოვს აუ გვაქვს ხო ესე უნდა გამეხსნა ვებგვერდი მუსიკა როგორც ბიზნესი აუ ხო ბევრი იცი რა CS-G რეკლამა ის დრო მართლა აღარ კაჩი იმდენად მნიშვნელოვანი არის ეგ ამბავი რასაც აკეთებ რო ხო რაც მეტი გაიგებს მეტი მოვა და მომიშაც ყველაფერი მეტი და ეხა კიდე სიგიჟეს კი უნდა თქვა აუცილებლად ეს არ ვიცი შეიძლება რომ ის არის პროცესია და რა იქნება არ ვიცი მაგრამ დავიწყეთ იმისი რა ქვია ისე რა ქვია reverb-ის gaketheba მოკლედ ხო და აი მოდული იყოს რა მოდული გვინდა რომ იყოს და spring reverb-ი თუ როგორ თუ არის არა დავიწყეთ რომ ინსპირაცია როგორ მოვიდა იცი მე და გიორგი ქორძე რომელიც ჩემი ხმის ინჟინერი არის უკვე რა ვიცი რამდენი წელია ძალიან ბევრი წლები და ძალიან ბევრი ვამუშავრად ბევრი ის მოგვეყარა რა ანუ ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობასაც ეგამასტერებს და CS-საც და ნუ და კიდე მილიონი თვითონ აქ რაღაცები და 3 დღით წავედით ბალდაში რომ ცოტა ამოგვესუნთქა რა ძალიან ბევრი შრომა მოგვიწია და შევიარეთ ნუ წყალტუბოში რა სანატორიუმებში და აქედან გაიხსნა მე დიაციკოები დავიმატეთ და ნუ ჯერ სკაუტინგზე წავედით და ნუ ბოლოს ჩავწერეთ რა ეხლა რეალური სივრცეების reverb-ს აკეთებ რა მაგარია ჩაერთი 8 სანატორიუმი თუ რაღაცა ჩავწერეთ ოღონდ ნუ ბევრი ოთახები სხვადასხვა ის და ნუ ეხლა ჯერ ჰაერში ვართ იმიტომ რომ მე გავიგეთ რომ იქ არის ისიც რა ქვია საიდუმლო ტუნელებია პლუს და ღონდის ცოტა ბევრად უფრო ეს არის რთული და საშიში მე მგონი ეგრე მაშინები იცი რა ტუნელები არსებობს რაღაცა community არის საქართველოში რომლებიც დაძვრებიან მიწის ქვეშ არის თელი სამყარო არა იქ როგორ იყო იცი გაგიგია გამიგია რაღაცა ესე ხო და იქნებ დაიხმარო ხო კი არის ვარიანტი ხო მოკლედ ეს უნდა გავაგრძელოთ ეს სიგიჟე პროექტი არის ეს თუ გამოგვივა რა ძალიან მაგარია რაღაც MBA-ი მომხმარებელი და მხარდაჭერები ვიღებთ იმპულსს ვიწერთ და მე
ნიკა თავის გიტარას დაადებს მაგალითად არ ვიცი წყარო 7-ის ცენტრის ატმოსფერა აი ეხა მე მაქვს მაგალითად Abbey Road Reverbs რა chambers რა ქვია და ეს იქნება Abbey Road-ში წყალტუბო როგორი საუნდი იყო იმას აყენებ აქ რა ხო და რავი ეს თუ გამოგვივიდა ეს ბოლო პრინციპის ჩემი ინტერესი ახლა იყო ეგ საერთოდ მარტო მაგაზე ვფიქრობდი სულ წყალტუბო სანატორიუმი მაგარი მან თქვა გადაღებული ერთი კლიპი მართლა რომელი სმერკუსის 23-34 აი პორტრეტი ველოსიპედით რომ არის ტიპი იმას ფოტოს ჩარჩოში რა ხო ძალიან ინსპირაცია ხო ეს გიჟია მართლა ეს თვალებს რო ხუჭავდი წყალტუბო ძალიან ლამაზია ის სანატორიუმი მე დაიწყო ეს ფილმი გადავიღეთ მან და სიგიჟე იყო ძველი რაღაც სტალინს დროინდელი შენობა ხო და მოკეთ ნახოთ რა იქნება ეს ჩვენი ფაილივითაა რა ის ჩემი წყალტუბო აუ რა ცუდი არის ფაილი მართლა ძალიან მანერვეულებს ყველაფერი კარგად იქნება ბოლოს და ბოლოს იქნება ცუდი ხარისხით ნახევრამდე და ნახევრიდან იქნება კარგი ხარისხი მე მგონია რომ პირიქით ესე ჯობია მე უხმოდ მივადოთ ბოდიშს მოხდეთ ნასტი და მომავალში რამე გეგმები გააქვს? აი რა უნდა გქონდეს გეგმა ვერ ხვდები, იმიტომ რომ ანუ რამე რილისები რაღაცა. რილისები როგორ არა, ხა დღეში ჩამოდის შემდეგი რილისი და ანუ შეგიძლია თქვა რეები არის მოდის თუ? არა, ოკეი. ხო და ამიტომ შეიძლება ჯობი არის რომ ვიცი რაც ჩამოდის რო არის ცოტა. ზადარი და ვიცი და შემდეგი რაც არის ეგეც ვიცი და ესეც ძალიან საინტერესოა და გაგისტორდება. და ყველაფერი კაი არა პრინციპში აქ მართლა ისე კარგია კი არა კარგია ზემეთ საინტერესო არის ყველა რა მართლა ძალიან და ხო ვიცი კი რა თქმა უნდა ვიცი CS-იც რაღაცა გვაქვს ხა რაღაც რილისი პირველად რაღაც ჰიპ-ჰოპ არ მქონია არასდროს და ჰიპ-ჰოპ რილისი გვექნება აგვისტოს ბოლოს ეს ჩემთვის ახალი მიყვარს გიჟდები ჰიპ-ჰოპზე მაგრამ ჯერ ესე არ შევხები ვარ საქმიანად და ვნახოთ დარჩენი არ ვიცი დარჩენი რაღაც ყველაფერი ცოტა ბუნდო ჩამოხტო რა ბუნდო ერთი ის ვიცი რომ აი ლონდონში გავყიდე სახლი ფესების მოვიჭერი და აქ ვარ და რჩები და არსად არ მივდივარ რა. დატო მანამდე გქონდა მაინც? რა არის? არა, არ მქონია რა, სამდე წავიდი ამდენი საქმე, ყველაფერს რო თავი გაანება, ეს რომ მინდოდეს. კი არ დადეგებზე ვერ დავდიოდი აქამდე ხა. მაგრამ იცი რაღაცა თურმე და დღეს მომივიდა ეს ვიდეო დაცლილი სახლის და ძალიან რაღაც ემოციური გავხდი დილას რა, თუმცა კინოის პროცესი უკვე გძელეხ სამთელონდეში რა. მაგრამ რაღაცნაირად აი ქვეცნობიერად, ცნობიერად არა, ცნობიერად რა თქმა უნდა, რაღაც თითქოს გაქვს ის ხო იცი რომ აი ბოლო თუ რაღაცა რა და ისეთი ის იყო მაინც ისეთი ის არის რა გადაწყვეტილი ანუ ქონდა ხო ეს სენტიმენტი მაინც იმ ფულემის სახლთან ბიჭო სიგიჟია აი ფულემის სახლში ნიკა ჯერ ელემენტარულად უბრალოდ აი რამდენი ვიღაცა სტორი დავდა და აი ვიღაცები მწერენ და ვაიმე good memories და ვაიმე და ტირიან სხვაები რავი შენ შეგიძლია იტირი შენ რაც იქ დრო გატარებ რა ახალი წლებიდან რამდენი წელი გაქვს იქ იცი ანუ დედაჩემ ცხოვრობდა იქ 32 წელი მაგრამ მე საერთოდ 6 წელი ნუ მე დედავის ჩვენი სახლი გქონდა კიდე სხვაგანაც მაგრამ ნუ მან ძალიან ბევრი დრო ანუ შენ ცხოვრების 16 წელი ხო იცი შენ გადმოხედე ჩვენ უკვე აქეთ გქონდა პირი და უკვე გავაქირა ჩვენი სახლი და მან ის წელი ერთი წელი ვიყავით სრულად მან თორე არა ისედაც ძირითადად რომ აქ სახლში გახსოვს ჩვენი ტრამვები ყველას რო რაღაცა ტრამვა გქონდა ერთი პერიოდი შენი კუჭი განსაკუთრებით სულ კუჭით კი და გიჟდებოდით ამ ტაილანდურ სამზარეულოზე და ამას სულ კუჭით როგორიც ხარი საჭმელი იყოს და ვიბრიდებოდი ხოლმე ერთხელ ბუნკერთან ბუნკერთან ძირს ვეგდე და ჩვენ ცხოვრობდით აი ბაღაც მე 4 სართულზე ხო ძალიან ისეთი კიბე იყო რა დაგანებული აი გეხვეწე ყოველ მოსვლაზე რომ მიდიოდა ჩვენთან ერთხელ ხელი მოიტეხა, ერთხელ ფეხი. არასდროს არ მაქვს მოტეხილი არც ერთი არც მეორე. ხომ რა რაღაცა შეხვეული ხო ხო. ой, მე ვიცოდი ეს რა მოხდა. კარჩე. აბა ეს ვაილი კი არ დაიკარგება. ეს არ დაიკარგება. იქ მუშაობდი ბარში უკრავდი და სახში რომ მოდე ნასტა. აუ, ძალიან საყვარელია. შენ ნიკას რომ გადაეკიდეთ რაღაც ტიზერი ვნახე რაღაცა ისაო.
სმაზე? ისე რატომ მოუჭერით სმაზე? არა, თან ისე აი უკვე შანსი რო რა ქართ თავის ფარს და ნიკას საერთოდ არ უყვარს სინამდვილეში სმა. აი მართლა, აი ჩვენ კი ვიცით, კაც. ჩვენ ყველაფერი ვიცით. უწევს. всё, ნასტი. ჩვენ გვაქვს ესეთი, ისა რა ქვია. Spotify ხო გაქვს? ხო? ბოლო დალაიქებული. ოპა. რა მაგარია. მოვიგე. გამოჭერაზე ვარ თქვა. 2-3 კვირის წინ იყო ზუსტად რომ გავიცან რაღაც ადამიანი იმაში რა ქვია კამერაში ვიჯექი და ეხლა განახებო მეო ჩემ დალაიქებულ მუსიკას Spotify-ზე და მიხვდებიო რა ტიპია ვინ ვარო ვაი მე ვიფიქრე ხამა რო ჩემი დალაიქებული ნახოს ვაფშე ვერ მიხვდება ვინ აი აი და ეხლა რა არის ეხლა რატომ ეშინია იცი საერთოდ ბოლო რა არის მაგრამ ხანდახან რა შვები იცი რაღაცა თუ მინდა რომ მოვისმინო ხოლმე unlikes უკეთებ და თავიდან ვალაიქებ ხოლმე შეიძლება ძალიან ძველი ისე გითხრათ ჩემთან ლაიქის ან მაგ ლაიქ ფოლდერში რა ხდება ექსპერიმენტი მაქვს აუ ძალიან თუ მომეწონა გადამაქვს სხვა ფოლდერში ანუ პლეილისტები ხო ბევრი გაქვს და აქ თუ რაღაცა დრო გაუძლო ყურს მე გადამაქვს რეზოლუტი ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი მუსიკას ისაც აქვს საყვარლესი კადე ეხა ვიყიდა ეს ფირფიტა სხვათა შორის იმაზეა 7-ზე 7 ინჩია თუ 900 მოვწყე რომ პატარა ფირფიტა რო არის 7 არის სინგლი ხო ის არის ორი ის არის ორი ჩონ არის ხო და ეგრე არ ხარ recollection რეზოლუტი მოკლედ სერია თავის ძველი ფირფიტებიდან აქვს ის ეხა მეორე და მეოთხე არ ვიცი კი სამი მეორე რა მასივად აი ხო გითხარი მასივ teardrop რომელიც კი მე 500 წელი კიდე მე კი სამი უნდა აუ ესე ძალიან მიყვარს ის კორძის და ფერშენენ ეს სიონზე და აუ სიონზე უნდა ვაპარაკო სიონზე მე ძალიან მიყვარს ამის AC Acrobatics აი ძველი ტრეკი არის ეს და მაქსა ერთად არიან როგორ არის არ ვიცი შენ და დანარჩენი არის აი ვაფშე სულ იმიტომ რომ ეხა სიონზე უკრავდა სულ ისენია რა ჯანგლ და ჯანგლის ტრეკებია იმიტომ რომ ეს სამუშაოდ კი რა და ეს სელექციისთვის ხო და რო გადაგარჩინო არა ძალიან კარგად გავიარეთ მაგრამ შეხედე ხა ჩემთან ეგ ლაიქ ფოლდერი რახს აკეთებს თქო რაღაცას რასაც ლაიქებ და არ არის რა არ მაქვს ნასმენი და ცოტა მომეწონა თუ არ მომეწონას ხო გავდივართ ხოლმე რაღაც პერიოდი მაგ პლეილისტში გდია ლაიქების პლეილისტში და მე თუ დამრჩა და გამისწორდა გადამაქვს სხვა პლეილისტში რაც უკვე იმინა ჩამოყალიბებული პლეილისტი მაქვს თქო და ლაიქს ძალიან მაგარი ორგანიზებული ხარ პლეილისტები ხო გაქვს ბევრი ხო და არა ერთადერთი მაქვს ყველაფერი ლაიქ ფოლდ იმაში გიგდია ყველაფერი მეც ეგრე ვშები ერთადერთი მაქვს და რენდომზე რთავ და მე რა რაღაცები მიხარია არანაირად ეძებ შეჭი არაფერს არ ვეძებ რა გინდა მე მაქვს ერთი სამსახურებრივი მაქვს რომ როდესაც სიონებზე უკრავ ხოლმე სელექციებს და drum bass ნაუქვია და პროსტა drum bass-ებს ვყრი ხოლმე და მეორე მაქვს happy set ქვია რატომღაც და აი ცოტა ისეთი ჩუნები რომ ხო აი კაფეში რო წახვალ და მუსიკა რო არ მოგწოს და შესასრულთავ და ცოტა ყველას რო გავისწარდეს ეგეთი და არჩენ მე სულ ლაიქებში მაქვს რა. აი ერთი მაქვს ალისასთვის და ერთი მაქვს ფართი. ეზოში ფართი რო გვაქვს. There we go. ხან პრაქტიკული და შენ ყოფილ ხარ ნუ. მე კოლაბორაციები მაქვს სხვა ტიპებთან, ვიღაცებთან შეჩემა საერთო პლეილისტებში ვართ, იმის მუსიკაც მაქვს. ნეტვორკინგს აკეთებ. ხო, მე მგონია ყველგან ხმარობთ. არა? ძალიან კარგი. შეიძლება თქვენთანაც ვგდივარ პლეილისტში. რამე გვიმღერე რა ბოლოში რა. ნაის რამე გვიმღერეთ ხო. ჩემი სიმღერა იმაზე აკვირდა. ამ სიმღერას ვინ გაიგებს? ისთვის ტირიმე. დახურავ გადაცემას. დახურულია ჩვენი გადაცემა. მომავალი ჩვენი სტუმარი იქნება